იმისათვის, რომ თქვენმა აფრიკულმა გვირილებმა იყვავილოს მუდმივად ამ მთელ წლის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვაცილოთ აი ეს დამჭკნარი ყვავილები. აი შიგადაში იქ, სადაც არის დამჭკნარი, ეს უნდა მოვაცილოთ, რომ სანამ ესენი დაჭკნება დანარჩენი ყვავილები, მანამდე ამან დაიწყოს ესეთი კვირტების წამოღება. ეხლა სად უნდა მოვაჭრათ ეს ყვავილები? ანუ თავი ძირში არ ვაცილთ, უნდა მოვაცილოთ ზემოდან. აი მაგალითად ნახეთ, ფოთოლს ოდნავ ზემოთ, აი ფოთოლი ხო აქვს. ან შეგვიძლია უფრო ქვედა ფოთოლზეც გავაკეთოთ. ანუ მარტო ეს თავი ესე არ უნდა მოვაცილოთ. ანუ ოდნავ ქვემოთ ნახეთ, ჩავდივართ, აი ეს ფოთოლს აი აქ სიტყვაზე აი აქ ვაჭრით. ან შეგვიძლია ხილთაც მოვაჭროთ. აი მაგალითად აი ამის შეგვიძლია ცოტა ქვემოთაც ოდნავ თავარია. აი ნახეთ, ფოთოლს ოდნავ გასცდეს. არ უნდა იყოს მარტო თავის მოძრობა, ესე არ ვაკეთებთ. ასეთ შემთხვევაში თუ ასე მოვლით, თქვენი გვირილები უწყვეტად იყვავილებენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საკვებიც, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ დროულად მოვაცილოთ დამჭკნარი ყვავილები. წარმატებებს გისურვებთ.